თუ წესიერება გაშინებს. საინტერესო შეკითხვა, სხვაში ძალიან ძნელია გამიჯნო. საქართველოში ძალიან კარგად ვიცით ადამიანების გარჩევა. თუ ესროლესო, მე გადაგეფარებიო. ჩემი შიში არის იმად ბედზე. ტრაგედიაა ძალიან ბევრი ადამიანის. მე აქედან გამოსვლა ყველას არ შეუულია. შევარნაძე ეკიდა ტელეფონზე. ეს რო ავაზაკის ტიპაჟები არ არიან, ეს რო სახიფათო ხალხი არ არის. იმის კოსმოსი რაღაცნაირად მოსკოვს მაინც ვერ ცდება. შემოყარა ყველგან იარაღი არ იყო. ეს ძალიან საშიშია. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. ეს არის გამოსვლა რაღაცა პატარა რესპუბლიკის, რომელიც აი იმპერიის შიგნით იცავს რაღაცა უკანასკნელს რა, რაც იდენტობის ნაწილს. უნდათ მახსოვს, რომ მამი და ჩემს მივყავდი ავტობუსით თბილისის ექიმთან და ჩურჩულით მიყვებოდა რატო ამდენი პოლიცია, მილიციას ვეძახდით, მაშინ რატო ამდენი მილიცია ქუჩაში და ეს ენა რაღაცა ჩამჩერდა. მე მამა ჩემი დედა ჩემი მათი მეგობრები იქ იყვნენ. მეგობარი ყავდათ, აღარ არის ცოცხალი ჩემ შოულებს ქეთინო დვალი და ის დიდი ტანის ხალი იყო და ის მეუბნეოდა რომ თუ ესროლესო მე გადაგეფარებიო, იმიტომ რომ შენო შვილები გყავს. ეგ მახსოვს რა. და მახსოვს ის რაღაცა ყველასი მარტო ჩემი შოულების კი არა, ვინც ამ დღეს რაღაც მონაწილეობა მიიღო, რაღაცა ისეთი შეგრძნება ატარეს თელი ცხოვრება, რომ რაღაც მნიშვნელოვანში მიიღეს მონაწილეობა. და მე იქ ესეთი ლეგენდა იყო, არც იყო ლეგენდა, რომ შევარნაძე ეკიდა ტელეფონზე მოსკოვს ელაპარაკებოდა და რაღაც ბოლო წუთას შეაჩერა ეს ამბავი რა, რომ აიცილა სისხლისღვრა. საერთოდ ეგ დღეები სრული აღფრთოვანება იყო. ძალიან მიამიტური იყო ეს საქართველო, რომელიც აი გაიგონებდი რომ ვინო გვაცხოვრებს, გაიგონებდი რომ ბორჯომი გვაცხოვრებს, ეს გვაცხოვრებს, აი ოღონდ ამათ ჩავეხსნათ და მე აქაურობა იქნება შვეიცარიის მოყავდათ მაგალითი რა და მე ესე არ აღმოჩნდა როგორც თქვენც იცით. რაღაცა უკუღმართად წავიდა დამოუკიდებლობის მერე, მარტო ჩვენი ისტორია კი არა, ჩვენი მეზობლების ისტორია, მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების, რომ საერთოდ მე მეჯავრება ეთნიკური ნაციონალიზმი რა, რაც იმას გულისხმობს, რომ რაღაცა ერთიერი წარმომადგენელი აპრიორი უკეთესია მეორეზე რა. რაღაცა ისე წავიდა, რომ ეს ეთნიკური ნაციონალიზმი არსად არ წავიდა რუსეთის საწინააღმდეგოდ. ყველამ შეიძულა თავის მეზობელი ან თავისი ეროვნული უმცირესობა და გადაეკიდნენ ერთმანეთს და ხო ვიცით რამდენი სისხლიანი კონფლიქტი მოყვა ამ ყველაფერს რა. რუსეთი მაშინ იყო ისეთი სუსტი საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, როგორც არასოდეს მანამდე რა. და ერთ-ერთი რაც გააკეთა, შემოყარა ყველგან იარაღი არ იყო. ჩვენ არ გქონდა იარაღი, არავის საიდან მოვიდა ის იარაღი, ხო? ჩვენ რუსეთმა ყველას მოგცა იარაღი, რომელიც საკმარისი იყო ერთმანეთის სახოცად. და არ იყო საკმარისი რაღაც დიდი წინააღმდეგობისათვის რა. უმწიფარობა და რაღაცნაირი ჩვევა არ იყო, უბრალოდ დაკარგული იყო დამოუკიდებლობის უნარჩვევები რა და რაღაცა იყო სურვილი, ლოზუნგი, მოწოდება წინ უსწრებდა იმას ფიქრს ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი ადამიანს უბრალოდ სამყარო ჩამოენგრა, იმიტომ რომ მართლა არ იყო 88 წლამდე შეგრძნება, რომ ეს შეიძლება დამთავრდეს და დამთავრდეს ესე მალე. ხო, საინტერესო შეკითხვა,
სხვაში ძალიან ძნელია გამიჯნო, იმიტომ რომ ისიც შენი ხდება უკვე. ილექება, მაგრამ ერთი რაღაც შემიძლია თქვა, რომ ხე ჩემი თაობა ნამდვილად საბჭოთა თაობაა რაღაცნაირად რა, რაღაც. ამაში როგორ გითხრათ, დასაძრახი არ არის, ეს არის მისაღები პირველ რიგში ადამიანებისგან რა, რომ შენ ხარ იმპერიის შვილი, იმპერიის წიაღში ჩამოყალიბებული, გეცინება იმ ფილმებზე, ვთქვათ, იმ კომედიებზე, რომელზეც შენ შვილს უკვე აღარ ეცინება და საერთოდ ვერ მიხვდება რაზეა. ჩვეულებრივი ამბავია რა, როცა იმპერიაში ცხოვრობ, ხდები იმპერიული ადამიანი, შენი კოსმოსი არის ეგეთი და მე აქედან გამოსვლა ყველას არ შეუულია რა ეს ძალიან კაფეოდ გამოჩნდა სინამდვილეში ახალგაზრდები რაღაცნაირად გაიხსნენ სოფლიოსთვის ხო მე ხა პერუში ვიყავი და შემხვდა ქართველი გოგო რომელიც მარტო მოგზაურობდა და მივხვდი რომ რაღაცა აბსოლუტურად სხვა თაობა არის რა რომელსაც ამის გაკეთება შეუულია ერთი მისი სახლიდან გამოშვება შეუძლიათ ორი და უბრალოდ დაშვება შეუძლია თავის თავში რომ წავიდეს სადღაც და არ შეეშინდეს და იქ კიდე თავისნაირი იპოვოს და დამეგობრდეს და ესეთი რაღაცა ხო არ იყო რა ხო და იმპერიულ ადამიანს კიდე ეს ჩემი ფრაზა არის ამასთან გავიგონე და მომეწონა რომ იმპერიულ ადამიანს ვერასოდეს ვერ აუხსნი რომ იმპერიული ადამიანი იმიტომ რომ ის იმპერიული ადამიანია და სხვანაირი ადამიანი უბრალოდ ვერ წარმოუდგენია რომ არსებობდეს. როგორ გითხრათ, ტრაგედიაა ძალიან ბევრი ადამიანის, ტრაგედიაა ქვეყნისა, რომ რეალურად აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იმ 9 აპრილზეც იდგა, სისხლი აქვს დაღვრილი ამ ომებში, რეალურად აღმოჩნდა, რომ საქმეზე რომ მიდის, იმის კოსმოსი რაღაცნაირად მოსკოვს მაინც ვერ ცდება რა. იცით რა არის? სხვანაირი თაობაა ეს თაობა რა. აბსოლუტურად ნონკონფორმისტები და როგორ გითხრათ, გაულახავები არიან რა, გალახულები კი არიან ფიზიკურად, მაგრამ გაულახავები არიან მენტალურად, იმიტომ რომ აი ხო დაიბადნენ თავისუფალ ქვეყანაში დაიჯერეს ქვეყნისა, დაიჯერეს სახელმწიფოში. ჩვენ როგორ რა იყო ამ საქართველოს უახლესი ისტორია, რომ სულ ვიღაცის დასანახად დასავლეთის ძირითადად ვცდილობდით, რომ გამოჩენილიყავით ბჭყალებში უკეთესები, ვიდრე ვართ. მაგრამ ამ თამაში იზრდები. აი სიტყვაზე მოგწონდა ძაღლების ცემა რა, მაგრამ მოგწონს მე გოგო, რომელიც ძაღლებს იცავს რა და მე ამ ძაღლს ეფერები კი აღარ ცემ, იმიტომ რომ თავი მოაწონო რა, მაგრამ მე უკვე შემდეგი თაობა ამბობს, რომ იცი რა, ეს დაუცველია 4 ფეხა, ჩვენგან სიყვარული ჭირდება და ასე და ესე და რაღაცნაირად ის ხდება რა, იმიტომ რომ ის საზოგადოება, რომელზეც თქვენ გითხეთ, ბევრად წინ არის ვიდრე ნებისმიერი ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი, ეს აცდენაც ხო ძალიან ცხადია რა და ისინი მართლა არიან იმ ფასეულობების მატარებლები, რაც კიდევ დაარქვათ ცივილიზებული ფასეულობების მატარებლები. ვიდრე ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ოდესღაც ზოგმა დიდი ხნის წინ ზოგმა ეხლახანს დაიბრალეს ეს ფასეულობები რა. იმიტომ რომ რაღაცა დივიდენდები ჩაეწერა. ჩემი ყველაზე დიდი შიში არის, რომ რამე არ დაუშავდეთ ადამიანებს და პირველ რიგში ახალგაზრდებს. და ეს რეალურია და უშავდებათ კიდეც და ჩემი შიში არის იმად ბედზე, ვინც ციხეშია. ჩემი ძალიან დიდი შიშის საბაბი არის ბევრი ადამიანის დუმილი, რომელიც ამას ხედავს და ხმას არიღებს და რაღაცნაირად არ გამოხატავს. იმიტომ რომ საქართველოში ძალიან კარგად ვიცით ადამიანების გარჩევა, ხო? ყველა ადამიანი, ვინც ამ განსასჯელების 50-მდე ადამიანს უყურებს, ყველა მიცის, რომ ესენი ხდება, შეიძლება თავის თავს არ უტყდება და სულ სხვა რაღაცას ლაბარაკობს, მაგრამ ეს რომ ავაზაკის ტიპაჟები არ არიან, ეს რომ სახიფათო ხალხი არ არის, ეს რომ ნათელი სახეებია ჩვეულებრივად, ხო?
ამას ხვდებიან, მაგრამ თუ წესიერება გაშინებს, თუ პატიოსნება გაშინებს, თუ ყველაფერზე თავის სახელის დარქმევა გაშინებს, მაშინ ან რა ადამიანი ხარ, ან რა საზოგადოება ხარ რა და თუ ეს რაღაცნაირად გავატარეთ ამ ხალხის ბედი, ხო? ეს ძალიან საშიშია. მე რაღაცნაირად აი შიგნით რაღაცა მეუბნეო, რომ ამ ქვეყანას აქ იმედი და არ გაიწირება და რა თქმა უნდა ამის ადამიანები მაძლევენ რა. და ისევ ახალგაზრდობა მაძლევს, რომ არ დაბრუნდება ისევ რუსეთის ორბიტაზე, რომელიც აბსოლუტური დაუყოვნია რა. აბსოლუტური დაუყოვნია. გამოუსავლობაა რა. რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება ნიშნავს დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტას რა. ადამიანი, რომელსაც სვავს კითხვას რა დაგვიშავა რუსეთმა, ხო, იმას ყველაზე მთავარი უკვე დაუშავა რუსეთმა რა. აი გარი ჩემი პასუხი. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.